მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საზოგადოებრივ სტუდიას და ჩვენს რუბრიკას ყოველდღიურ საუბრებს პოლიტიკაზე. დღეს მე ლევან ნიშნიანიძე და ბექა ხალიბეგაშვილი ვისაუბრებთ მიმდინარე ამბებზე. დღეს ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი გახმაურებული რაც მოხდა იყო რიჟვაძის მკვლელობის ცდელობის თუ თვითმკვლელობის ცდელობის ამბავი და ზოგადად ის რაც ხდება ოცნების შიგნით. ბექა, შენ როგორ უყურებ რა ხდება ოცნებაში? მოგესალმებით პირველ რიგში. ჩემთვის ყველაფერი არის, როგორ გითხრა რა, ძალიან ბუნდოვანია ის, როგორც ისინი ამ ყველაფერს როგორ თქვა რა. ფუთავენ. ხო, არ ვიცი. ყველანაირი მტკიცებულებები, ყველანაირი გარემოებები, ყველანაირი ფაქტები ჩემთვის სხვა რამეზე მეტყველებს. ის ფაქტი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს და მე დღეს სხვათა შორის ვერ შევამჩნიე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერა იმ ვერსიის, რაც გავრცელდა, თუმცა ერთი რაც დავინახე ისაა, რომ საზოგადოებაში შიშის ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. კი, მაგრამ რო ვთქვათ კიდევ ერთხელ რას გვაჯერებენ, რომ ადამიანი ჩავიდა სხვის სახლში, საგარეჯოში, იმის იარაღი აიღო და ფილტვში ისროლა ტყვია. ხო? არის ადამიანი, რომელიც არის აჭარელი, მიდის საგარეჯოში, იღებს სხვის იარაღს, ამ დროს დაწერილი უდევს ჭიბეში, რომელიც რა თქმა უნდა სავარაუდოა, რომ არავინ არ იცოდა, იმიტომ რომ როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ექიმმა აღმოაჩინა ის ჭიბეში და არ ვიცი რა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით წერილში ნახსენებია პატრიარქ თუ საპატრიარქო, თვითონ ირაკლი რიჟვაძე ვიცით რომ არის მუსულმანი. და შესაბამისად, არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ფაქტების გათვალისწინებით დაიჯერო ადამიანმა ის, რომ რა ვიცი, პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, ის არის რომ ქართულ ოცნებაში აშკარად მიდის რაღაც შიდა დაპირისპირებები, შიდა გადაადგილებები, სისტემას ცვლიან თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ აშკარად მიდის პიროვნული ცვლილებები, ხო, ადამიანებს ცვლიან თანამდებობრივად უამრავი ადამიანი შეცვალეს და ვინც წერილში კიდე ნახსენებია ის ამბავი, რომ რაღაც ბარიგების მფარველობაზეა საუბარი თუ რაღაც ეგეთი, ხო? რეალურად ვინც თანამდებობა დატოვა თავისი ნებით თუ დაატოვებინეს ძალით თუ ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში თვითონ ამ ადამიანებზე რაღაცა პატარა ჯოხის გადატეხვები, ესე რომ ვთქვათ, ხდება რა, რაღაცა პატარ-პატარა ბრალდებები მაინც უკვე ჩნდება. და ის ვთქვათ, მაბრალებენ ასე, გამოძიება დაწყებული არ არის. ვინაბრალებს არ კრიმინალური გარჩევები. ვინაბრალებს რეალურად არ ვიცით, ხა ოფიციალურად რო იყოს გამოძიება დაწყებული და რიჟვაძე რაღაცა ეჭვმიტანილი ყოფილიყო, ან რაღაცა დაკავებული ყოფილიყო. ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. არავინ არაფერი არ ვიცით. შეიძლება შიდა რაღაცა ამბავი მიდის. რაც კრიმინალური ის არის. ნებისმიერ შემთხვევაში მიდის, იმიტომ რომ თუ იმაზეა საუბარი, რომ რიჟვაძეს ბრალდება რაღაცა ნარკოტიკებთან დაკავშირებული რაიმე დანაშაული ზოგადად და ამაზე ოფიციალური ცნობა არ არსებობს, არც გამოძიება დაწყებული და საზოგადოებას არანაირი რა ვიცი ინფორმირება საზოგადოების ამასთან დაკავშირებით, მე ყოველ შემთხვევაში წარმოდგენა არ მქონდა, რომ რაიმე მსგავსი ფაქტები დაკავშირებული იყო რიჟვაძესთან. ხო? ამას ვიგებ წერილით. კი, და ეს წერილიც ხო თვითონ სახელმწიფო მედიამას იმედმა გამოაქვეყნა. და თვითონ როგორ უყურებენ თავენ ამორჩეულს, ღიად აცხადებენ, ამ წერილით აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ თურმე ეს ადამიანი, რომელიც იყო რაღაც მაღალი თანამდებობის პირი, ამდოს რომ კანონ გარეშე ვიღაცა რაღაცას ეკაჩავებოდა თუ რაღაცა აშინებდა, ხო? და ამას ხო ღიად ამობენ და აღიქვა რომ ეს არაფერი, თვითონ შევეგუეთ, რომ არასამართლობო სახელმწიფოს ხო. საუბარი იმაზე არც კი მიდის საერთოდ რომ საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი, ხო? წარმოიდგინე საუბარი მიდის დანაშაულზე, ნარკოდანაშაულის რაღაცა მფარველობებზე და ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ეს საიდან დაიწყო, ვის შორის დაიწყო, ვინ დააბრალა, ვინ რას ედავება, ვინ რაში ადანაშაულებს. ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა. ხო, იმიტომ რომ რაც ოფიციალურად დაწყებული არ არის და საგამოძიებო პროცესი არ მიდის და სამართლებრივ ჩარჩოში არ ზეს, ნებისმიერ შემთხვევაში კრიმინალური რაღაცა კუჩური, არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას, ყველაფერს, არანაირად არ ჯდება, მთავარი რაც არის ის, რომ არანაირად არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში, არანაირად არ ჯდება რა. ზოგადად რა ვიცი, ხა ქართული ოცნების ყოფილ წევრებზეც რაღაცა როგორ ექცევიან ყოფილ წევრებს რო გავავლოთ, ხო რა დამოკიდებულება აქვს დღემდე რა და გახარიას მაგალითი არის ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლო პერიოდის ჩემთვის მე იცი რომ ეხლა იძულებით გადაადგილებული პირი ვარ 2008 წლის ობის მერე და ამ დროს 13 წელია ოცნება კვარწმუნებს იმაში რომ არის ერთადერთი ხელისუფალი რომლის მმართველობის პერიოდში საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს
უცებ რაღაც წამებში ვიგებთ, რომ თურმე მილიონი კვადრატია დაკარგული, მილიონს რო გეუბნებიან, რავი, რამდენი უნდა დაიჯერო, რომ დაკარგულია კაცმა არ იცის, მაგას ხაზი გაუსვათ აუცილებლად. თვითონ ამტკიცებენ ამას, რომ ჩვენ დავკარგეთ. კი. ჩვენს დროს დაიკარგა ეს ყველაფერი, ოღონდ მაქსიმალურად ბრალდება ადამიანს, რომელიც უკვე აღარ არის ქართული ოცნების წევრი. ოღონდ იმ მომენტში ვინც აბრალებს ისიც მინისტრი იყო, ვისაც ბრალდება, ისიც მინისტრი იყო და თვითონ გახარია ხელს ვისაც ადებს, ისიც მინისტრი იყო და ამ დროს უკვე გახარია პრემიერ-მინისტრია და კიდე მეორე ადამიანი ლილუაშვილი ახსენა თუ არ ვცდები, ხო, რომელიც სუსის მაღალში კი, და იგეც რა, სწორედ მარტო გახარიას პასუხისმგებლობა რო ყოფილიყო, ჩვენ დავნიშნეთ გახარია. მანდ მივდივარ ზუსტად რა, რომ ამ პროცესში რა თქმა უნდა გახარია დამნაშავეა, ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეა. უბრალოდ არ ვფიქრობ იმას, რომ ერთ პიროვნულად მხოლოდ გახარიას დანაშაულია ეს. ეს არის მთლიანად ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკის შედეგი. კი, ოღონდ ეგეც მნიშვნელოვანია. იმას კი არ εδავებიან, რატო ვერ დაიცავე, რატო წადეთ, რატო ჩადგინე, რატო გააღიზიანე რუსეთს. εδავებიან, კი. აქ უკვე მნიშვნელობა ჩემთვის იმას აღარ აქვს გახარიას რაზე εδავებიან. აქ უკვე პროცესია ჩემთვის მნიშვნელობა. ნახე, როგორც დევნილი ადამიანი, ვხედავ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ იმის იუსტიციის მინისტრს, დღეს ეგრეთ წოდებული კომისიის თავმჯდომარეს, სხედან რაღაცა ერთ სივრცეში და ანუ პირდაპირ რავი სხვა სიტყვა რა უნდა გამოვიყენო, არ ვიცი, ანუ ღლიცინებენ. ანუ განიხილავენ ტერიტორიის დაკარგვას, სამშობლო ტერიტორია დაკარგა და ესენი იმაზე ორიენტირებულები არიან, ვინ უფრო მაგარ რეპლიკას ესვრის რა, ანუ კი. გალიზმი და ახლა ღლიცინია, ანუ სხვა არაფერი, ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებს ჩემთვის, რომ არც ერთ მხარეს, არც ერთ მათგანს არ აინტერესებს საერთოდ ტერიტორიული მთლიანობა, ანუ ჩემი გადმოსახედიდან, რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის, არის ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ადებენ ხელს, რომელია დამნაშავე იმაში, რომ ტერიტორია დაიკარგა. კი. და ამ დროს იმაზე ორიენტირებულები არიან, აი ვინ უფრო ისეთ რეპლიკას ეტყვის რა და ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება არის ის ქართველი ამომრჩეველი, აი მაქსიმალურად რო ცდილობს, რომ რომელიღაც მხარე გაამართლოს. და იმ ვიდეოს რო აზიარებ, რომ აი გახარიამ რა მაგრა უთხრას ის რა უთხრა გალიზლობი ხარ და აი იმანაკენა დღელი ხარ. სადამდე დავიჯერ რაღაც რას დაიმის გავს რაღაც ეს პოლიტიკა. ტერიტორიაზე ხუმრობენ, შედი ტყეში და ჯონჯოლი გამოიტანე. კი. ანუ აი როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე რომელიმე მხარე საერთოდ შენ საქართველოს სამშობლოს ეძახდე და რომელიმე მხარე მოგწონდეს. გახარიას თემა რო გავაგრძელოთ, ის კვლევები ნახეთ, ხო, სადაც თვითონ ჩანს, რომ გახარიას ამორჩა ნახევარიც კი არ აპირებს იგივე ლელოზე მისვლას რა. აი ამ ფონზე, აი რისთვის აპირებენ, ანუ შენ რა გონია თქვა, ანუ ეს მაინც გარიგება მათ რაღაცა ივანიშვილთან თუ მაგრამ თან ციხესშიზის ხაზარაძე, აი თუ გამოვა ხაზარაძე მაგალითად, ხო, ეხა მე მგონია რომ ესე იგი გარიგების ამბავია, იმიტომ რომ აი სრულიად ალოგიკურია რა შეჭირდებათ ეხლა არჩევანი თუ გამოუშვეს ეხლა. რა მიზეზი შეიძლება გამოვიდეს? ანუ შეიძლება თქვა ანუ იყოს ყაველაშვილმა რომ აი რადგანაა გადაწყვეტეს რომ არჩევნით მონაწილეობას მიიღებ. მაშინ შევეწყალე. ხო, აი რაღაცა საშუალო როგორც თქვა იმ განაცხადში რომ მიუხედავად იმისა შეწყალება თუ შეწყალებას მოითხოვს ხო საერთოდ ის არის, მაგრამ შეიძლება ნუ არ მოითხოვა, მაგრამ აი მიუცემს საშუალებას რომ საარჩევნო კამპანია დემოკრატიულ პირობებში ჩატარდეს რაღაც ეგეთი სრულიად თუ გამოვიდა ჩემი აზრით ცალსახად გარიგება. აი ეს მაგ კუთხით არ მიფიქრია, მაგრამ შეიძლება თვითონვე მიიღოს ეგ გადაწყვეტილება რომ კაი წერილი არ მომწერა, მაგრამ რადგან თანახმა რომ არჩევნებში იღოს მონაწილეობას ვიცი. კი, მაგის გარეშეც შეიძლება შეთანხმება იყოს რამოდენიმე კვირა, ასე თქვა, ნამუსი რომ მოგწმინდოთ რაღაც ჩაჯდები და მე მაინც საბოლოოდ იქამდე მივდივარ ხოლმე, რომ ორი ვარიანტია რა, ერთი რომ რაღაც შეთანხმება არსებობს საბოლოო ჯამში და გვეთამაშება ყველა ერთად, სინამდვილეში რა ვიცი. ჩვენი რადაც გრძნობენ თავს და მეორე ვარიანტი არის, რასაც სულ ვიმეორებ რა. ეს ადამიანები არ არიან პროფესიონალები თავიანთი საქმის. ანუ იმ საქმის რასაც შეეჭიდნენ რა. ეხლა მე ხوار ვამბობ რომ მამუკა ხაზარაძეზე მაგარი ბიზნესმენია, ბანკირიან, რაღაცა ვარ რა, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ჩემთვის არ არის ხაზარაძე პოლიტიკოსი, ანუ პირდაპირ უნდა ვთქვა. კი, არ გამოსდის აშკარად მისი არ არის, თვითონაც არაკომფორტულად გრძნობს, აი მე მგონი აი ვფიქრობ ხო, რომ აი არც უხდება საერთოდ და აი არ ვიცი რა, არ არის ერთი სიტყვით პოლიტიკოსი და ერთი კუთხით შეიძლება რომ თუ დავიჯერებთ ხაზარაძის ოპოზიციებას თქვათ რომ არაპროფესიონალიზმით ემართება ეგ და თუ ჩერგოს დაუჯერებთ მაშინ მეორე კაცი უნდა რომ პირველი კაცი უნდა რომ გახდეს ოპოზიციაში რაც შეეხება გახარიას მე არც გახარიას პოლიტიკოსობის არ მჯერა მით უმეტეს იმის ფონზე რაც გავიგე რომ 6 წელია ქართულ ხალხს გვიმალავს იმას რომ ტერიტორია დავკარგეთ 6 წელია გვიმალავს და დააბრალა იმას, რომ მე როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, გეგმა დავდე და ყველაფერი კარგად მიდიოდა. 24 აგვისტოდან თუ 23 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე შუალედს
ახსენებს, სადაც მისი პრემიერად დანიშნვის მზადება მიდიოდა. და ამ დროს დაკარგა სადავეები და მთელი ეს დაკარგული ტერიტორიის ბრალდების სიმძიმე უნდა რომ გადავიდეს გომელაურზე და იმაზე რა ქვია, ლილუაშვილზე. ხო, შე გავიწყებ ხო deep state-ის არის გამო. ხო, ეგ ხო, ნუ თავისთავად. უბრალოდ რაღაცა ძალიან მოწყდა პროცესებს რა ის ან რისთვის ამზადებდნენ ისეც რომ უცებ რა ვიცი, საკუთარი გეგმა საერთოდ გადაავიწყდა და ან რა ვიცი, პრემიერ-მინისტრი რო გახდა გომელაური არ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრად თუ შეიცვალა თუ და მე არ მახსოვს თუ არ ვიცი რა. ერთმანეთზე ხელის შეხვედრის ის არის რა. ამ დროს აი ზუსტად მაგას ვამბობ რომ ქართული ოცნება უკვე მივიდა იმ მდგომარეობამდე რომ მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები და ის უსამართლობები რაც ხდება და ის დაკარგული ტერიტორიები და ასე შემდეგ უკვე ვეღარ დაიმალება, რამდენი ხანი უნდა დამალო. ანუ მთელი ცხოვრება ვერ დამალავ, ხო? და ამ დროს ჭირდება ვიღაცები, ვინც განტევების ვაცები იქნებიან რა, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ხوار დაიბრალებს და თუმცა ანუ ეს საქმეც ანუ წამოწიოს როდისმერე, ხო? ანუ გახარია წასული არის, ანუ რო დაჭირდა რაღაცის ძებნა რო დაუწას, ანუ ტერიტორიები დაკარგულია, არავის პასუხი არ მოეწყო, ანუ პასუხი არ ანუ არც დამალულია ესა და როცა დაჭირდათ ესა ეს უცებ წამოწიეს. წარმოიდგინე, ორი არჩევნები გავიდო მაგის მერე. ანუ რაც ეს ტერიტორიის თემა მიდის, 2020-ში არჩევნები ჩატარდა და არავინ არაფერი არ იცოდა. 2024-ში არჩევნები ჩატარდა და ხმა არავის არ ამოუღია, რომ ამ ორივე არჩევნებში ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ აი ერთადერთი მშვიდობიანი მთავრობა, რომლის დროსაც სამშობლოს ტერიტორია არ დაუკარგავს. კი. ამ ზარალზე რას ფიქრობ, ეს შემთხვევითი ინციდენტია მართლა და აეროპორტში ჩანთაში შემთხვევით ჩარჩა იარაღი თუ რაღაცა მაგაზე ზეწოლა მედის. რაღაცა თავისმა ადვოკატმა უკვე აღიარაო, რომ ამბობენ ხო თვითონ ადვოკატი ამ შემთხვევით ხო, მაგრამ ადვოკატი ამბობს, რომ შემთხვევით მოხდაო ეგ რაღაცა ლაფსუსი გაიპარაო და ეხლა მე რა ინფორმაციაც მაქვს ზარალა, რა ვიცი და რა საკმაოდ დიდი დაცვით დადის, როგორც ვიცი და რაღაცა მაინც და მაინც იარავის სიარული ჭირდებოდეს, რა მაგის საჭიროებას ვერ ვხედავ და სავარაუდოდ თვითონ მაგ ხელარისკზე მით უმეტეს რაღაცა ისეთ ქვეყანაში როგორში ჩვენ ცხოვრობთ, ეხლა კორუფციაში რო არის ჩაფრული, ზარალას თუ მოუნდებოდა იარაღი გაიფორმებინა, მე მგონი მაგაიც პრობლემა არ ექნებოდა. რა ვიცი, არც სამართლებრივად და თუ ვინმე საკიდი იქნებოდა თუ მოსასყიდი თუ არ ვიცი რა უნდა ვარქო, მაგასაც შეძლება, ხო და ხო თან მაგრამ ანუ აქ ის არის რა თუ მართლა შემთხვევით მოხდა თან თავისი ლეგალურად იარაღს რომელსაც ფლობდა, ანუ ერთადერთი ის იყო რომ ანუ ტარების ფლება არ ქონდა და იმ ხო, ეგ არის მიზეზი. ანუ თუ ეს რა შემთხვევითი ინციდენტია აი ამჯერა რომ ამის გამო ეგრევე ციხეში გააქანეს და ეხა პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ხო. ხო, თავისთავად რა, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პატარა რაღაცა მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართული ოცნების არის ძალიან დიდი შანტაჟის ქვეშ რა. ანუ ბევრი მათგანი ვფიქრობ, რომ იძულებულია, რომ დღეს ატარებდეს ქართული ოცნების სახელს. ჩვენ ახლა ჭორის დონეზე ისედაც ვიცით, რეები ვრცელდება და მთელმა საქართველოს მიცის ახლა მაგის მოყოლას არ დავიწყებ, ხო? და ის ფაქტი, რომ თუ ეს ყველაფერი ვთქვათ, შემთხვევით მოხდა ზარალას შემთხვევაში, ამას რომ რაღაცა კუთხით გამოიყენებენ და რაღაცა პატარა შეთანხმებებზე მინიმუმ მოუწევს ზარალას წასვლა, რა ვიცი, მე მგონი ამ თავრობის პირობებში ვფიქრობ, რომ ეგ გამორიცხულია რომ არ მოხდეს. კი, მე არ გამორიცხავ ზარალას შემთხვევაში ეს იარაღი შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ამას ამბობს დადგმული თემაა, მაგრამ ხვდებიან რომ რაღაცა უნდათ მისგან და ცდილობს რომ იაფად გამოვიდეს. ეხლა და გამწვავებაზე არ მიდის, იმიტომ რომ იცის რომ ეს გაუძვირებს ამ რაღაც საქმის გადაწყვეტას. ხო, ანუ იმიტომ რომ რაღაცა ძალიან უცნაური დამთხოვები. ხო, თუმცა აი მე დღეს რაც გავიგე, რომ ადვოკატის განცხადება რაც გავიგე, მაგის მერე უფრო დაველოდებოდი აი მოვლენები როგორ განვითარდება რა, იმიტომ რომ ფაქტი ერთი რომ ქართული ოცნება უკვე იმ ეტაპამდე მივიდა, რომ ვერაფერს ვერ გამოურიცხავთ. ხო, ანუ აი რა შეგიძლია თქვა, რომ 100% გადაჭრით, უკვე მე არ ვიცი. კი. რეალურად რო ვისაუბროთ და იქიდან გამომდინარე, რომ რა ვიცი, ჯერ კიდე არის რაღაცა დრო დარჩენილი და ალბათ კიდე უფრო მეტი დეტალი გახდება საჯარო. შესაბამისად მე უფრო შეფასებებს გაგვიმარტივდება, მაგრამ ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ მომენტს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებს რაღაცა სარგებლის მისაღებად, ეგრევე ვფიქრობ. კი, ჩვენ ვიცით, რომ არც ზარალა არ არის ხელწამოსილი. სულ რო შეცდომა ყოფილიყო, რაღაცა ეს რითი შეიძლება გამოიყენოთ. კი, ეგრევე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ არ არის დღეს სამართლიანი გარემო ქვეყანაში სამწუხაროდ ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ვაგუშინაც რაღაც ელექტროშოკერით იყო აქციაზე.
და აქ მარტო აქციაზე აღარ არის რა ხალხმა უნდა დაინახოს ის რომ არ ვიცი ქართული ოცნების სახელით კი მართალია ბევრი რაღაც გამართლებულია დღეს და ბევრი რაღაცის გამო შეიძლება არ დაისაჯო მაგრამ როცა დაჭირდება ქართულ ოცნებას მსხვერპლი აუცილებლად შენ გაიწირები. კი, მეც ვფიქრობ, რომ ანუ რაღაცა დიდი შიდა გადანაწილებების ამბები მიდის, აი ყველა მიმართულებით, ხო, არ გამოვუცხაროს არალა სამბავი ამის ნაწილი იყოს, იმიტომ რომ ხო, აი ისეთი რაღაცეები ხდება ამის ფონზე რომ შემთხვევით მოხდა და არანაირი ინტერესი არავის არ დევს, ცოტა რთული დასაჯერებელია. აი ბოლოს როდის წავიდა ესეთ დაჭერების და დანაშაულებების სერია, რომელი წელი გახსენდება? არა, ეხა აშკარად ამათი მმართველობის დროსაც არ მახსენდება, პირდაპირ გეუბნები, რომ აი ესე მიწყობოდა რაღაცაები. კაი, აი რა გახდა შენი აზრით, აი ეს ტრიგერი, აი რამაც ეს პროცესები დაძრა რა, ეს სამთავრობო ცვლილებები, ეს გადაადგილებები, ამ გომელაურის გაშვება და ლილუაშვილის, აი რაღაცა სტრატეგიული გადანაწილება მოხდა. ანუ შენი აზრით რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ჩემი ეს პირველ რიგში, ნუ ეს პროტესტი და ამბები რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ანუ ჩათვალეს რომ ამათ რაღაც ცუდად გააკეთეს? კი, ნებისმიერ შემთხვევაში დაინახეს რომ რაღაცეები შეეშალათ. ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდებათ რომ ვიღაცა აი აუცილებლად უნდა იყოს ვიღაცა ამაზე პასუხისმგებელი და მოდი ჯობია ჩვენვე ვიღაცას დავაკისროთ პასუხისმგებლობა რომ ვაიდა მე მომავალში მთავრობა რომ შეიძლება მთლიანად ჩვენ არ დაგვეკისროს და ჩვენ უკვე ამაზე ვიღაცა პასუხისმგებელი პირი ყავდეს ვთქვათ ერთი მომენტი რომ ვთქვათ მეორე მომენტი ის არის რომ ნუ ამ სანქციებმაც იმუშავა ეხა ხო დასანქცირებულების მოხსნა დაიწყეს პირველ რიგში ეგ იყო ამბავი და რა ვიცი ხა გადანასა ორდღიან მინისტრებს რო გვინიშნავდნენ. ეგ მომენტებიც ხო. კი, ეს განათლების მინისტრიც ხო რამდენი ხანი იყო წინ? რა, განათლების მინისტრს ოქტომბერში დანიშნეს მოგოთუნდა. იუსტიციაში მოხდა კიდე თუ არ ვცდები, თუ სად მოხდა, რაღაც 3 საათით დანიშნეს ვიღაცა და მე ეს ანუ ის გომელაურიც ხო გადაიყვანეს იმ ადრეფი ხო ორი დღით რა ასე. კი. ეს გადაადგილებები, ეს ეხა ჩვენ ვიცით რომ ამ სანქციებსაც საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა და ეხლა ამ ახალი ადამიანების კიდე ცალკე დასაქცირება მით უმეტეს ადამიანების რომლებსაც არანაირი მონაწილეობა იმ დარბევების პროცესში ვთქვათ ესე პირდაპირ არ ქონია ხო არ ქონიათ არანაირი პირდაპირ კავშირი და შესაბამისად ეხლა ოცნება მაქსიმალურად ამერიკასთან დალაგების მცდელობის ნაწილი იყო მაგას არ ვფიქრობ რომ ესენი ჯერჯერობით ამერიკასთან რამის დალაგებას ცდილობენ მაგას მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ესენი ცდილობენ უკვე კარგად დაინახეს რომ ბევრი შეცდომა გაიპარათ ესე რომ ვთქვათ თუ განზრახ დაუშვეს ეგ რა ვიცი თვითონ გადაწყვეტა როგორც უნდათ და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ეს შეცდომები რომელიც მთლიან გუნდს ეკისრება მთლიანი ქართული ოცნების გუნდს ეკისრება იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის იმის შედეგი რა პოლიტიკასაც ქართული ოცნება ატარებს. ანუ განტევების ვაცებს აუცილებლად ჭირდებათ განტევების ვაცები და ამიტომ რაც თვითონვე ურჩევნიათ ეს ყველაფერი რომ გააკეთონ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რა ვიცი, ძალიან კარგად ვიცით რომ ამათ რა ვიცი, ვერც შესაფერისი კომისია ვერ შექმნეს თავის დროს და ეს 13 წლის მერე რა თუნდა ახლა ნაცების გასამართლებელი კომისიის გაკეთება, რა ვიცი, მით დასაჭერია ადექი და დაიჭირე რა. მით უმეტეს ყველანაირი ფაქტი გაქვს მაგისთვის, ხო? კი, აი მე 13 წლის თავზე რო ხამილი მაგას უნდა გაგეკეთებინა, მაგასთან დღეს აკეთებდა, თან ვიღაცებს ციხეში უშვებგან არამე დანაშაულის გამო, იმის გამო რომ კომისიაზე არ მოვიდა. ხო, ანუ ეგეც ცალკე და სრულიად კომიკური არის. ხო, ანუ მეუბნები რომ კომისია შევქმნი იმისთვის, რომ ყოფილი მთავრობის ვიღაც ჩინოვნიკები, ესე რომ ვთქვათ, უნდა გავასამართლო. და ამ დროს ყოფილი რაღაცა ნაციონალური მოძრაობის დროს მაღალთანამდებობებზე ყოფილი ტიპები, რომლებიც დღეს ხო, ზოგი ხوارცე ხაზარაძე ხო არის, ხო, ჯახარაც მერე იყო საუბარი მაქვს უკვე გვარამია ვთქვა. ხო, გვარამია ერთად კიდე რაღაცა გასაგებია, რომ თამაღალი პროკურორი. და ესენიც ციხეში განარაიმე დანაშაულის გამო ყავს დაშვებული, ანუ გირაო არ გადაიხადეს, კი არა და კომისიაზე. ხო, კომისიაზე არ მივიდნენ და გირაო არ გადაიხადეს. აი სრულიად კომიკური ამბავი არის ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ აი არ ვიცი რა აი სადამდე მივალთ შენი ეს ამბები სადამდე მივა რა აი ეს გინდა ეს რაღაცა დევნა და რეპრესიები გადმონაწილებები სადამდე მივალთ ასე ვთქვათ რა იქიდან გამომდინარე რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი აი თვითონ ერთმანეთშიც კი აი ვერასდროს ვერ დაალაგდა და მე საერთოდ იცი რომ ვფიქრობ რომ საერთოდ ოპოზიცია არ ყავს ამ ეტაპზე. რომელიც გეთანხმებია მუშა. ხო, არ ვიცი რა, რამდენი ხანი გაგრძელდება არ ვიცი და ამიტომაც ვფიქრობ რომ ჩვენმა თავობამ უნდა იყოს ჩაღოს და ჩვენი თავობა არის ერთადერთი ვისაც
ამ პირობებში გაერთიანება შეუძლია და ვისაც შეიძლება კიდე რომ ჩვენი მამაპაპების თაობა გაყვეს, იმიტომ რომ ჩვენი მამაპაპების თაობამ კიდე უფრო კარგად იცის ჩვენი თაობის შესაძლებლობები. იმიტომ რომ მთლიანად მათ შეგვიქმნეს ის გარემო, რომელშიც გავიზარდეთ და რაღაცა მართლა შეგვიქმნეს ის სიტუაცია, რომ ელემენტარული რაღაცა განათლება მიგვეღო და მართლა თავისუფლად გავიზარდეთ. ახლა დიდი შეზღუდვები და რაღაცები, ჯინს რო ვერ იცოდნენ თვითონ და რაღაცა ევროპაში ვერ მიფრინავდნენ და ბილეთს ვერ ყიდულობდნენ და რა ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ და რაღაც სამოქალაქო ომში ცხოვრობდნენ და ამბები რეალურად არ გამოგვივლია რა. თუმცა სულ ამბობ იმას, რომ 70 წლიანი საბჭოთა კავშირის პერიოდი გავიარეთ და ჩვენ მაგ მენტალობის ადამიანებმა გაგვზარდეს და მაგ მენტალობის გავლენა ახლა ჩვენს თაობაზე განსაკუთრებით არის, ხო? თუმცა ჩვენ მაინც ასე თავისუფალ ქვეყანაში გავზრდილი თაობა. კი, ვართ, მაგრამ ძალიან ბევრი კომპლექსიც საგვიტოვეს. რა თქმა უნდა და 90-იანებმა ჩვენი დაღი დაასვა გარკვეულწილად. სულ ამბობ ხოლმე იმას, რა რაღაცა ბევრი იერა დაგვიტოვეს მეთქი და დაგვასახიჩრეს მეთქი რა, მაგრამ ვერ დაგვამახინჯეს თქვა აი. საბოლოო ჯამში არ ვართ ეს რაღაცა აი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენმა მამაპაპების თაობებმა ეს სამოქალაქო ომები და ძალიან ბევრი უბედურება გამოიარა, ხო? რაღაცა ეს პატარ-პატარა რაღაცა უსამართლობები მათზე ესე დიდ გავლენას თითქოს არ ახდენს ისე როგორც აი ჩვენ რო უცებ რო რაღაცა აი ემოციურად რო. კი, თუმცა აი მე ვფიქრობ რომ მენტალურად აი რაღაცა ანუ ადამიანზე და რაღაცა იმათ გამოიარეს ანუ გაჭირვება ანუ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ჩამოყალიბდნენ ასე ვთქვათ გაჭირვება არ გამოუვლიათ ახლა იმას საბჭოთა კავშირში ახლა მენაკლებად ის იყო მაგ პერიოდში მაგრამ გამოიარეს ქვეყანას სადაც თავისუფლება არ იყო. ჩვენ რა თაობასაც გაჭირვების პერიოდი გამოიარა, მაგრამ თავისუფლება იყო. და ხო მე ვფიქრობ რომ ანუ ჩვენ ნაკლები დაღი დაგვასვა გაჭირვებამ, ვიდრე მათ რაღაცა საბჭოთა სისტემაში ცხოვრება. ხო, შეეგრეა რა, ნაკლები, მაგრამ უდაღოდ მაინც ვერ გამოვა. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი. და აი კიდე აი რა ყველაზე ცუდი რა დაგვიტოვა იცი რომ აი ეს რაღაცა სახელმწიფო სამსახურთან და აი პოლიტიკასთან დამოკიდებულების კუთხით რა აი დღესაც სახელმწიფო რომ მეწველი დრო ხო ხო რა აი რაღაცა და თან ეს შიშები დაუტოვა კიდე ამ რაღაცა პოლიტიკაში მონაწილეობის შიში აქვს რა აი პოლიტიკა გონიათ რაღაცა აი მე პირადად გამოვლილი მაქვს ეგ გარემო რომ აი რომ დაინახავენ ვიღაცა მინისტრია ვიღაცა პარლამენტის წევრია ვიღაცას მერი ქვია გუბერნატორი რაღაცა აი რაღაც ძალიან მოწიწებით რაღაცა ისეთი აი არ ვიცი იგი იმის აღქმა არ გვაქვს რომ ჩვენ დაქირავებული ხალხია ეს ეს აღქმა არ არის რა აი ჩვენ უფროსებად პრობლემას როგორ ეუბნებიან იცი აი იქნება ბატონო რაღაცა პირობითად გიორგი იქნება აი ეს რამენაირად აი ხო ვერ მიაქცევდით ყურადღებას კი თითქოს ჩვენი ბატონები არიან და არის აი ერთმანეთში განხილვარებთ ეს პრობლემა ვერ მოგვიგარეს მაგათი და აი ხო ხდები რა და ჩვენ არ ვართ ეგრე ჩვენ ხა რა თქმა უნდა ეს პატივისცემის ამბავიც ვიცით, რაღაცა უფროსიც ვიცით, უმცროსიც ვიცით და ასე შემდეგ, მაგრამ აი მომთხოვნები უფრო ვართ რა, მაგ კუთხით და იმასაც უფრო მეტად ვიაზრებთ, ჩემი აზრით, რომ რაღაცა თავრობა იმისთვის კი არა, რომ რაღაცა ამოწებით ელაპარაკო და ბატონო ქალბატონო და დახვდე და გამოხდე, ხო? ანუ თავრობა არის იმისთვის, რომ რეალურად შეგიქმნას გარემო, რომ მოთხოვო ისთვისაც დაიქირავე იმის შესრულება. კი. შენ კარგად იცი ახლა პირველი რაც წმინდა ცხოვრებაში მივახციოთ ამ ქვეყანაში ის არის რომ საერთოდ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ ქონდეს პარლამენტში ვინ არიან რა უბრალოდ საკუთარ თავში ვიყოთ დარწმუნებულები რომ აი მე რო არჩევანი გავაკეთე და აი ამას მხარი რო დავუჭირე რომელსაც პირობითად აი ამ პერსონას კი არ დავუჭირე მხარი ამ ვიღაცის რაღაცა პოლიტიკოსის მიერ დადებულ დაპირებას და იდეას დავუჭირე მხარი ხო რომელიც მპირდება რომ აი იქნება რაღაცა ტერიტორიულ მშენებლობას აღვადგენ იქნება რაღაცა განათლების სისტემაში შევცვლი იქნება უფასო ყვება სკოლებში და ასე შემდეგ ხო რომ გავყვეთ აი რო ავირჩევ და რაღაცა ნახევარი წელი გადის და ხედავ რომ არც ერთი პროცესი არ დაძრულა ყველა შემთხვევაში ამის გამართლებას კი არ დავიწყებ რადგან ხმა მივეცი მომთხოვნი ვიქნები რომ აი რატო არ აკეთებ იმას კი არ დავიწყებ რომ გადადექი და სახში წადი რა არა გააკეთე რა კი ეგეც შეგვებული ვართ რომ აი ხელს უნდა გადაგვაგდოს ანუ ეგეც აი რაღაცა ეგ არის კი აი არჩევნებზე მიდის და მაინც არაფერი შეიცვლება და მიდის და ხმას მაინც აძლევს ოღონდ მოლოდინი იმისი რომ რამე შეიცვლება არ აქვს მაგიტო ყიდის ვიღაცა 200 ლარა თუ რაღაცა რომ ეს 200 ლარი მაინც შეჩება მაინც ავიღო ეხლა ამ მნიშვნელობა აქვს ეხლა მე ხაზარაძეს მივცემ გახარიას მივცემ ქართველს ვის მივცემ ეს კაცთან მაინც არავინ აი ზუსტად აი იდეალურად თქვი აი არავინ არ არის გლეხისთვის და გლეხისთვის იმიტომ არ არის არავინ რომ შენ თვითონ არ გჯერა რომ რაღაც შეიძლება შენ თვითონ არ ითხოვ რომ გაგეცდეს
კი, ხო, აი მაგის გაზე ერთ-ერთი ამიტომ დაღი, შეიცვლება. კი, რაც დაგვასვა საბჭოთა კავშირში, იქ მართლა ესე იყო, სახელმწიფო იყო შენი უფროსი და იქ უნდა დამორჩილებოდი სისტემას და კი. რაზეც გადავედით და რაზეც აეწყოთ civilური და განვითარების სამყარო არის პირიქით მოწყობილი, რომ საზოგადოება ქირაობს ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც რაც საერთო ინტერესები რაც აქვს, იმას ასრულებს და თუ ვერ ასრულებს, ათავისუფლებს ჩვეულებრივ რა. აი მე ყველაზე მეტად კიდე ხა გახარიას პარტიიდან გავიცანი ძალიან ბევრი რა ეხ შეიძლება რომ გახარიას ამორჩევლები რა ამორჩევლებს და მაგიტო ერთში განსაკუთრებით. მაგიტო ვარ მომთხოვნე მე მინდა რომ ვიყო მაგის მაგალითი რომ აი ბიჭო დაგიდექი გვერდში რა ანუ დავიჯერე რომ რაღაცა შეიცვლებოდა ვთქვათ რომ აი რაღაცის შესაძლებლობა გქონდა მაგალითად რა და დღეს რას ვიგებ დღეს ვიგებ რომ 6 წელია მიმალავს ტერიტორიის დაკარგვას კი მაქსიმალურად ცდილობს რომ თავისი მინისტრობის პერიოდში და მერე პრემიერ-მინისტრობის პერიოდში რომ მიწა დაიკარგა უკვე ვიღაცა სხვას გადააბრალოს თან გადააბრალოს ისეთი რაღაც რომელიც თავისი გეგმით და თავისი მინისტრობის პერიოდში თურმე კარგად მიდიოდა და მერე რაღაცა ორ კვირაში სადავეები დაკარგა და ვიღაცა ორმა გაყიდა ანუ არავის არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არა ხო აი ეგ თუნდაც რომ რაღაცა სწორად გვეგონა იმ მომენტში და მაგრამ რაღაცა ესე გავაკეთეთ ესე გამოვიდა რა არა და ამ დროს ორივე მხარე რომელიც პასუხისმგებელია სრულიად ან ორივე მხარე პასუხისმგებელია ხო ერთი დღესაც ქართული ოცნება და მეორე არის ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი და მომავალში პრემიერ-მინისტრი ორივე ამბობს რომ ჩვენ არ ვართ ორივე ამბობს რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ ჩვენი ბრალია ჩვენ აბა ხო ჩვენი ბრალია რომ აქამდე არიან იდეა ჩვენი ბრალია ჩვენი ბრალია რომ არ იარაღი არ გუჭირავს და ეხლა ყველანი ჩორჩანაში არ ვდგავართ და რა ვიკიდე საათ ხო ალბათ ჩვენი ბრალია რა და აი მე ყველაზე მეტად აი არ დავასრულე და ან სად მივდიოდი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი გახარიას გუნდიდან და აი მეგობრებშიც მყავს რა რამდენიმე მათგანი და აი ყველაზე მეტად გული ზუსტად მაგაზე იმწყდება რომ აი მომთხოვნები კი არ არიან დღემდე ანუ იცავენ ანუ გახარიას პოზიციას იცავენ რომ აი გახარიას ვიდეოს რო გააზიარებ რომ აი გალიის ლომი უწოდა ვიღაცას და ეს გახარიაც ორი კომისია უყურებ და სოზარ სუბარის და ალუდას გარდა ვერავის ვერაფერს ვერ ეუბნება թե რასაც ეთქოს აქ კითხოს მე ხო გაჩუმდება ეს კომისია ტრიბუნალია კი ტრიბუნალია პატარა მე შენ რა ისიც გაჩუმდება ანუ რატო წოლოგიანს ვერ ეუბნება ვერაფერს აი მე მაქვს კითხვა აი რატო წოლოგიანს ვერ ეუბნება ვერაფერს გახარია და რატო აი ყოველთვის ხმამაღალი რატოა სოზართან და ალუდასთან თქვა და იქ ვიღაცას კიდე პუჩისტი მიამატა კიდე რა და აქედან არ ვიცი. ხო, ნუ საბოლოოდ ახლა ორივე მხარეს მიქარული აქვს და ორივე მხარეზე არ არის, მაგრამ ეგ როცა გაფუჭდა და არა მხოლოდ ეგ კიდე შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებთ, მე მაგაში დარწმუნებული ვარ. როდესაც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა დაიკარგა, კიდევ ერთხელ ეგ მილიონი კვადრატი და კიდევ ერთხელ ვამბობ მილიონს რო გვეუბნებიან უკვე იმის შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება 10 მილიონია და არ ვიცი რა ერთმანეთს ჯერ ხო ერთმანეთს არც აბრალებენ, ანუ ესენი უფრო აბრალებენ, ის აბრალებს სხვებს საერთოდ რომელიც კომისიაში არ ზის რა. და წარმოიდგინე ახლა როგორ უნდა ვენდო გახარიას რომელიც 6 წელია მაგას მიმაღავს. მერე ამბობს რომ კი ეგეგმა მე დავსახე, მაგრამ რაღაცა ორი კვირა დამჭირდა რომ პრემიერ-მინისტრად გადავსულიყავი და რაღაცა ავწდი გეგმას და სხვებმა და გააფუჭეს მერე ეგეგმა და დაკარგეს. გახდა პრემიერ-მინისტრი, ისევ ხმა არ ამოუღია. კი, მისი პასუხისმგებლობაც ხორჩებოდა. კი, ვისი მინისტრი იყო, თავისი მინისტრთა კაბინეტი არ იყო, კაცო, შინაგან საქმეთა მინისტრს რაღაცას აბრალებ. შენი მინისტრთა კაბინეტი არ არის? ან ჩემია? ივანიშვილის. ხო, ვისიც გინდა იყო. ხო, ანუ მაგით იმას აღიარებს, რომ ქართული ოცნების ხო არის? ხო, ნუ მაგით იმას აღიარებს, რომ ეს ჩემი მთავრობა არ იყო, ანუ მე ფიქტიური პრემიერ-მინისტრი ვიყავ. ვერანაირად ანუ არ არსებობს, ეგ არ არსებობს. ანუ ხო, მან რეალურად ეგ ხო საერთო შეცდომა იყო. საბოლოოდ ის მაგას ვიძახი, მანდ მივდივარ. და არც ეს აღიარება ეგ არის ყველასი, ანუ მანდ ვინც ჯერ კიდე გახსოვს ის გრიფით საიდუმლოა და ვილაპარაკო თუ არაო მაგაზეო. ანუ ჯერ ანუ მოსახლეობაზე მე ქართველს რაღაცას მიმალავ, რაღაცაც კი რაღაცას რა, ანუ ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე რეალობას მიმალავ. და თან ანუ გრიფით საიდუმლოდ გაგაქვს. კი. კარგი, რა ვიცი, მე მგონი ძირითადი თემები მიმოვიხილეთ, რაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო. მადლობა ვინც გვიყურეთ. ბექა ხალიბეგაშვილი და ლევონი შნიანიძე საუბრობთ იმდენად პოლიტიკურ მოვლენებზე. გააზიარეთ ჩვენი გვერდი, ვიდეო და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხიც. მადლობა და დროებით.